ქართული ღვინო, როგორც კულტურული მემკვიდრეობა, ქვეყნის მიმართ ინტერესსა და ტურისტულ პოტენციალს მნიშვნელოვნად ზრდის. გასტრონომიული კვირეული ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია, რომელსაც ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან არაერთი ვიზიტორი და სომელიე სტუმრობს. The first time I'm come from and discovery from the Georgian wine. ჩემთვის ეს პირველი შესაძლებლობაა ქართული ღვინოები პროფესიული კუთხით გავიცნო და მათი ხარისხით ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ. განსაკუთრებით მომეწონა საფერავი და მშრალი ქარვისფერი ღვინო. ქარვისფერი ღვინო ევროპისთვის ახალი და საინტერესო ტენდენციაა, რადგან თეთრ ღვინოში იმ სტრუქტურასა და ტანინებს ვხვდებით, რომლებიც ჩვეულებრივ წითელ ღვინოს ახასიათებს. ვფიქრობ, ქართულ ღვინოს ევროპულ ბაზარზე დიდი პოტენციალი აქვს. ის ჯერ კიდევ ნაკლებადაა წარმოდგენილი უცხოურ ბაზრებზე, თუმცა თავისი უნიკალური ჯიშებით და ტრადიციებით მომხმარებელთა მზარდ ინტერესს აუცილებლად გამოიწვევს. ქართული ღვინოს შთამბეჭდავია თავისი მრავალფეროვნებით. აქ შეხვდებით როგორც მსუბუქ და ადვილად დასალევ, ისე მძიმე, მრავალშრიან და ინტენსიურ ღვინოებს, რომლებიც კერძებთან შესახამებლადაა შექმნილი. განსაკუთრებით საინტერესოა ქვევრის ტრადიციული მეთოდი, რომელიც ღვინოს უნიკალურ ხასიათს ანიჭებს და პირდაპირ საქართველოსთან ასოცირდება. ამასთან ევროპელი მომხმარებლისთვის ქართული ღვინო ფასის თვალსაზრისითაც ძალიან მიმზიდველია. ადგილობრივი ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნება კი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას წარმოადგენს და საერთაშორისო ბაზარზე გამორჩეულ პოზიციაზე ამყოფებს. სოფლიო ინდუსტრიაში მეღვინეობაში არის ორი ყველაზე ცნობილი ღვინის ლისტი, ეს არის ლონდონის ლისტი და პარიზის ლისტის ღვინის ლისტი, სადაც 117-მდე ღვინო შოდის ყოველ წელს ამ ლისტში და ითვლება, რომ რა ღვინოები შიგნით არის შესული, ესენი არის იმ წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ქართული ღვინოც ხდება ხოლმე იქ, 4-5 ქართული ღვინო იქ არის მოხვედრილი. ეს ადამიანები, ვინც ამ სიას ადგენს, დღეს იმყოფება საქართველოში, აგემოვნებს ქართულ ღვინოებს, ადლევს მათ რეკომენდაციებს. 2026 წლის პირველ კვარტალში ღვინის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა თითქმის 53 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $3 მილიონ მეტით, ანუ დაახლოებით 6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამასთან გაიზარდა იმპორტიც, რაც წლიურად თითქმის 80%-იანი ზრდაა. მიუხედავად ამისა, ექსპორტი იმპორტს მრავალჯერ აღემატება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული ღვინის ინდუსტრია საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიან პოზიციებს ინარჩუნებს. განსაკუთრებული მოთხოვნა კი კვლავ საფერავზეა. საბედნიეროდ ძალიან ბევრი ღვინოა დღევანდელ ბაზარზე, ქართული, რაც ძალიან მიხარია მე პირადად, მაგრამ ამ ყველაფრის კონტროლია საჭირო და დაბალანსება. პოტენციალი აქვს ძალიან დიდი ქართულ ღვინოს, ერთადერთი რაღაც გვაკლია. იმდენი გვაქვს, რომ ამ ყველაფერს დაღვინება ჭირდება, ღვინის ენაზე რო ვთქვათ და დაბალანსება. შესაბამისად, ქართული ღვინის საერთაშორისო წარმატებისთვის მხოლოდ წარმოების ზრდა საკმარისი არ არის. არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვეყნის, როგორც ღვინისა და გასტრონომიული მიმართულების ეფექტიანი წარმოჩენა საერთაშორისო აუდიტორიისთვის. ამ მიზანს ემსახურება თბილისის გასტრონომიული კვირეული, რომლის ფარგლებშიც 18 ქართული და 10 ევროპული ღვინის სახლი იყო წარმოდგენილი. მიშელინის ვარსკვლავის მქონე შეფებმა ქართული ღვინოების სპეციალურად შერჩეულ კერძებს შეუხამეს, რაც კომპანიებს სამომავლოდ სორტირებასა და მომხმარებლობისთვის საუკეთესო შეთავაზებების გაკეთებაში დაეხმარება. ღონისძიება საერთაშორისო მედიამაც გააშუქა. ეს კი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის ზრდასა და ტურისტული ინტერესის გაძლიერებას.